обязательно. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოსკარზე ლევან თუთბერიძის მოირას წარადგენს. გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო და ახლა დეტალებს ანი ბერუკაშვილი გაგვაცნობს. ანი, გისმენთ. მოხსენ მაჰმალბაფის პრეზიდენტი და ლევან თუთბერიძის მოირა. სწორედ ამ ორ ფილმს შორის მოუხდა არჩევანის გაკეთება სპეციალურ კომისიას. კომისია 9 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის არიან როგორც რეჟისორები, კინომცოდნეები და მსახიობები, ასევე ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი. სანამ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას გააჟღერებდნენ, დღეს კინოთეატრ ამირანში ორივე ფილმის სპეციალური ჩვენება გაიმართა. ამის შემდეგ კი მათ უკვე საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადეს. როგორც ჟიურის წევრები ამბობენ, მათ არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდათ და შარშანდელი წარმატების შემდეგ იმედი აქვს, რომ ქართული ფილმი ოსკარზე წელსაც მიაღწევს წარმატებას და პირველ რიგში შორტლისტში მოხვდება, შემდეგ კი საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ფილმისთვის ასეთი წარდგენა და ვუსურვებ ლევანს წარმატებას. წინასწარ ვერასოდეს ვერ ვთქვი რა მოხდება ბოლო წუთებში თვითონ კინოაკადემიაში, მაგრამ მაინც ძალიან სასიხარულო ფაქტია. განსაკუთრებით შარშანდელის შემდეგ, როდესაც ზაიზე ურუშაძის ფილმი გავიდა 5 თვეულში ოსკარის, განსაკუთრებული ინტერესია წელს უკვე როგორც საქართველოსთან, ისევე საერთოდ საერთაშორისო საზოგადოებრივების მხრიდან ქართული კინოსადმი. კულტურის სამინისტრო ყოველთვის ხაზს დაუჭერს ამ დონის ღონისძიებაზე ქართული კულტურის გატანაზე, მით უმეტეს ოსკარზე, როცა საქართველოს სახელი დგავა რამე ფილმის კულტურის სამინისტროსთვის და მთელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პლუსია. მას შემდეგ, რაც კომისიამ გადაწყვეტილება გამოაცხადა, კინოთეატრ ამირანში უკვე ფილმის რეჟისორი მოვიდა. ლევან თუთბერიძემ მილოცვა მიიღო პირველ რიგში ჟიურის წევრებისგან. როგორც რეჟისორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ფილმი სოციალურ თემატიკას ეხება, კერძოდ ორი მეთევზის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თემატიკა ფილმში არ არის, ის იმედს გამოთქვამს, რომ ფილმი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ეს არის სოციალური დრამა, სოციალური თემა არის, რომელიც პრინციპში ყველასთვის გასაგებია. არის ერთი ცოტა ესეთი კითხვის ნიშანი. ეს არის ის, რომ მაინც ოსკარებზე რაღაცა პატარა პოლიტიკური ფილმი, რაღაცა პატარა პოლიტიკა უნდა იყოს ფილმში, რაც ჩვენთან ეს ნაკლებად არის. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რაღაც ეტაპამდე თუ გავა ფილმი უკვე კარგია და იქეთ წინ და წინ ნახოთ ახლა. ფილმი რამდენიმე კინოფესტივალზე გაიგზავნება, ამის გამო ცოტა ხანი მისი ნახვა თბილისის კინოთეატრებში შესაძლებელი არ იქნება, თუმცა დაინტერესებულ მაყურებელს ფილმის ნახვა შეიძლება ბათუმში 23 სექტემბრის ჩათვლით. წარმატება უსურვოთ ქართულ ფილმს. ანი ბერუკაშვილი